მხატვრული ენით ამ ჩვენი ეზოს მამლის აღწერა. შემდეგ აღწერილია ის ბატალიები, ის ბრძოლები, რომელსაც ჩვენი ეზოს მამალი უმართავს ხოლმე ეზოში შემთხვევით შემოხეტებულ სხვა მამალსა. ვაი იმ უცხო მეზობლის მამალსაო წერს მწერალი და აქ დაწვრილებით არის აღწერილი მამლების ბრძოლა. მაგრამ ჩვენი მამლის დამარცხებელი არავინ არ არის და ეს ჩვენი მამალიც გამარჯვებული დაბრძანდება ეზოში. მას ვერც ერთი სულიერი ვერ ერევა. აი ასე აღწერილი მისი ცხოვრება, მაგრამ მეორე თავში ვაჟა-ფშაველა ძალიან საინტერესო გადასვლას აკეთებს. ძველთაგან ყოველად კი არ არის ნათქვამი ციხეს რა გასტეხდა გარედან, შიგნიდან რომ არ ტყდებოდესო. და აი ვინ დაამარცხა მამალი, დაამარცხეს იგი ინდაურებმა. ამ უცხო ფრინველებმა, რომლებიც რაღაცით გვანან ქათმებს, მაგრამ ამავე დროს არც არიან ქათმები, ძალიან განსხვავდებიან მათგან. სახლში მამლის საუბედუროდ ინდაურები გაიჩინეს ეს აბლატი, ჩერჩეტი, კივკივა ფრინველები. მამალს რასაკვირველია არ ეჭაშნიკა ინდაურების დანახვა და აი იწყება გაუთავებელი წინააღმდეგობა ინდაურებსა და მამალს შორის და ბოლოს ხედავთ რომ უძლეველი მამალი დაამარცხეს ინდაურებმა. ნუ რა თქმა უნდა, ხო, და ბოლოს აღწერილია ის საშინელი დეპრესია, რაც ჩვენი ეზოს მამალს დაემართა, როგორც ამას ვაჟა აღწერს, აღარ გამოდის ის გარეთ და დამარცხებული დასანახი ძალიან შესაბრალისია. ლექსით ამთავრებს ვაჟა-ფშაველა ამ ტექსტს არაუშავს რა მამალი მაინც გმირია, მაინც ამეკითხოდით აი ამ ლექსს მიაქციოთ ყურადღება, იმიტომ რომ მთელი დედა აზრი ამ ტექსტისას სწორედ ლექსში გახლავთ ჩადებული. თუმცა კი მტრის ასიმრავლით მისი დიდება დაიქცა, ერთხელაც იქნება მორჩება ყელს მოიღერებს გმირია, საგათენებო სიყივლებს ყველამ დავიფრთხოთ ძილია, მთაბარსაც აათამაშებს მამლის ქამანჩას ტვირია, ადექით აიშალენით და დაიბანეთ პირია, მითქვამთ და კიდევაც ვიტყვი, მამალო, რა დასტირია, ინდაურების კერტვამა როგორ გაგტეხა გმირია. და თუ გავითვალისწინებთ იმას, რომ ეს ტექსტი ალეგორიული ხასიათის გახლავთ, მაშინ ალბათ იმ ჩვენს გმირულად მებრძოლ მამალში, რომელსაც გარედან შემოსული სხვა მამალი ვერ ერეოდა, შეიძლება სიმბოლურად საქართველოს დავინახოთ და აი ასედაც დაინახეს იგი მაშინდელმა კრიტიკოსებმა. ხოლო ინდაურები, რომლებიც ძალიან გავს-ზნით, ინდაურები, რომლებიც ძალიან გვანან თავიანთი ზნით, შეხედულებით ქათმებს, არა? და თითქოს ერთი ჯურისა და ერთი მოდგმისანი არიან, აი ეს ინდაურები ამარცხებენ სწორედ ჩვენს მამალს. და ინდაურებში მაშინდელი კრიტიკოსები აღნიშნავდნენ აუცილებლად ალბათ ეს გარედან მოსული ქრისტიანული ერი უნდა დავინახოთ ჩვენს დასახმარებლად მოსული ვითომ სინამდვილეში რომელმაც მართლად აგვამარცხა. და მე წეგან მოგახსენეთ განსაკუთრებით მიაქციეთ მეთქი ყურადღება მოთხრობის ფინალს, იმიტომ რომ აქ ჩანს ნამდვილად მომავლის რწმენაც ერთი მხრივ და მეორე მხრივ კი კარგად ჩანს ის დეპრესია, რა დეპრესიაშიც არის ჩავარნილი ეს ეზოს ყოფილი გმირი. იცით რა არის, მე პირადად, როდესაც მხატვრულ ტექსტებს ვკითხულობ, არ მიყვარს ხოლმე მაინც და მაინც კრიტიკოსების მოშველიება ამ ტექსტის შეფასების პროცესში. იმიტომ რომ ტექსტის მთავარი შემფასებელი მწერლისათვის გახლავთ მკითხველი. და როგორც გაიაზრებს და როგორც გაიგებს მკითხველი ამ ნაწარმოებს, აი სწორედ იმის თქმა უნდა და ალბათ იმ შემთხვევაში მწერალს. თორე როგორ გაიგო ეს სხვა კრიტიკოსმა იმან იქ რა ალეგორიები დაინახა, რა ვიცი, ცოტა ძნელია ხოლმე ჩემთვის ამისი მიღება და გააზრება, იმიტომ რომ ძალიან ხშირ შემთხვევაში მე არ ვეთანხმები კრიტიკოსს, იმიტომ რომ ამ შემთხვევაში კრიტიკოსი მწერლისა ვარ მე. აი როდესაც ვაჟა-ფშაველა ჩვენ მამალს წერდა, იმდენად კარგად არის აღწერილი ამ ფრინველების და ბუნების მოვლენები, რომ ძალიან ძნელია იფიქრო, რომ იქ ვაჟა-ფშაველას რაღაცა პატრიოტული ის ქონდა აზრი ჩადებული და ეზოს მამალში ქართველებს გულისხმობდა. მე მაინც ეს მგონია არა ალეგორიული ხასიათის ნაწარმოები.
ალეგორიის ნიმუშად მიიჩნევა ხოლმე ვაჟა-ფშაველას არწივსაც, თუმცა სულ სხვა ინფორმაცია და წყარო არსებობს ამ ლექსის დაწერის საბაბის შესახებ. მაგრამ ქართველმა ხალხმა ეს არწივი მიიღო როგორც საქართველოს სიმბოლო, დროებით დამარცხებული უამრავი ყავყორნის მიერ და სადღაც მომავლის რწმენაც ჩადომაში პოეტმა და აი ქართველმა ხალხმა ეს ზუსტად ისეთნაირად მიიღო, როგორც იმ პერიოდში უნდოდა რომ კითხველს ეს ტექსტი წაეკითხა და გაეაზრებინა. კონკრეტულად ვაჟა-ფშაველა იმ წუთში რას ფიქრობდა, როცა ამ ლექსს წერდა, ძალიან ძნელია ამისი თქმა, მაგრამ ფაქტია, რომ ვაჟა-ფშაველას პოპულარობა ამ ლექსმა 1-1000 გაზარდა და სადაც მიიწოდნენ ხოლმე პირველი მაყურებელი, მსმენელი, მკითხველი, მას ყოველთვის ამ ლექსის წარმოთქმას სთხოვდა ხოლმე და არის კიდეც ძალიან საინტერესო მოგონებები ამ ლექსის მსმენელებისა. ამ შემთხვევაში ალეგორიის ნიმუშად ჩავთვალოთ. მაგრამ როდესაც ჩვენ ვაჟა-ფშაველას შემოქმედებაზე ვლაპარაკობთ, აქ ჩვენ ცალკე უნდა გამოვყოთ მეგობრებო ის ტექსტები, რომლებიც უშუალოდ ბავშვებისთვის აქვს მას დაწერილი და აქ მართლაც სადავო არაფერი არ არის. იმიტომ რომ ეს ტექსტები სწორედ მცირე ასაკის კითხვაზე გახლავთ გათვლილი და ვაჟა-ფშაველა როგორც სწორუპოვარი მხატვარი, წერალი, აი აქაც უამრავ მხატვროვან საშუალებას იყენებს იმისათვის, რომ ნორჩი მკითხველისათვის მისი ნაწერები ძალიან საინტერესო იყოს. ერთ-ერთი საინტერესო ტექსტი ამ კუთხით გახლავთ ვაჟა-ფშაველას ნაწარმოები გოგრა. სანამ ამ ტექსტის კითხვას დავიწყებდეთ, ალბათ პირველ რიგში გოგრა ახსენდება იმ კითხავს უკაცრავად. სანამ ამ ტექსტის კითხვას დავიწყებთ, მე გთხოვდით რომ ყურადღება მივაქციოთ ტექსტის სათაურს. გოგრა ნამდვილად არ ასოცირდება ამ შემთხვევაში ბავშვთან, მაგრამ რაოდენ საოცარიც არ უნდა იყოს, გოგრის სახელით სწორედ 5 წლის სოფლელ ბიჭს მოიხსენიებენ. რატომ შეარქვეს გოგრა? იმისთვის რომ თავი დიდი გოგრასავით ჰქონდა და ბრძნული საუბარი უყვარდა და ძალიან ძნელია, როდესაც აი ამ ბრძნულ აზრებს კითხულობ, 5 წლის ბავშვის მიერ ნათქვამს შეიკავო ღიმილი. იმდენად იუმორისტულ და ამავე დროს ძალიან მხატვრულად აღწერს ვაჟა-ფშაველა ამ თავის გმირს, 5 წლის ბავშვს.